მეგობრებო, უნდა მეთქვა ჩვენი სტუმარია მეთქი, მაგრამ უпроსტორია ვთქვათ, რომ ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ქალბატონ ლიანა ქროიშვილის ოჯახში. ქალბატონ ლიანა ქროიშვილს თქვენ იცნობთ, ჩვენი განათლების განყოფილების განდის მოადგილე გახლავთ, საერთოდ პედაგოგი. შვენიერი და სიმპათიური ქალბატონი, ალბათ დღევანდელ დღეს შეიძლება ამის თქმა ქალბატონო ლიანა დღეს არის დედის დღე და ამავე დროს არის ქალთა დღესთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემა. ამდენად ასე მინდოდა წარმედგინეთ ჩვენი მაყურებლებისათვის. ამასთან ერთი თქვენს მიმართაც მაქვს ასე გითხოვნები. გადატვირთულია პრობლემატიკით ჩვენი საზოგადოება, პედაგოგიური კოლექტივი და ამიტომ დღევანდელი საუბარი ცოტა განსხვავებულად გვინდა წარმართოთ. შევეხოთ უშუალოდ იმ ემოციურ დატვირთვას თუ მშვენიერებას, სილამაზეს, რაც პედაგოგებისათვისაც იგივეა ჩვეულებრივ როგორც სხვა ადამიანებისათვის, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა გთხოვოთ, რომ რამდენიმე სიტყვით თქვენ მიულოცოთ თქვენს პედაგოგებს, ქალბატონებსაც, რომლებიც მართავენ გარკვეულ კოლექტივებს, რამდენიმე სიტყვით გთხოვთ. დიდი მადლობა ბატონო. სარგებლო შემთხვევით და მინდა ჩინი რაიონის პედაგოგიურ საზოგადოებას, განსაკუთრებით ქალთა პერსონალს მიულოცო დედის დღე. ეს ბოლო წლებში დაარსდა ეს დღე და ნამდვილად სანუკვარია ჩვენთვის, რამე თუ დედობა ეს ღვთისაგან ყველაზე დიდი მადლია, ყველაზე დიდი სიკეთის ბოძება და მე მინდა ყველა პედაგოგი იყოს პირველ რიგში ღირსეული დედა, ბედნიერი დედა, ბედნიერი ქალი და პედაგოგობა კიდევ იმით არის ძალიან მტევარი, ძალიან მრავლის მეტყველი, რომ პედაგოგი საკუთარი შვილების გარდა სხვისი შვილების დედაც არის. ამიტომ მე მინდა უსურვო ყველა პედაგოგს, რომ იყოს საკუთარი შვილების და ასევე თავისი აღსაზრდელის, თავისი სხვისი შვილების ბედნიერი დედები. აღეზარდოთ ისეთი ღირსეული მომავალი თაობა, რომელიც ესაჭიროება ჩვენ საქართველოს, რომელიც 21 საუკუნეში ღირსეულად წაუძღვება, გააგრძელებს იმ დიდებულ ტრადიციებს, რომელიც მამა-პაპათაგან აქვს მიღებული და საქართველო დადგება ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და იტყვის თავის სიტყვას მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის. საინტერესო ამაზე უკეთესად ალბათ ვერც ვიტყოდით ეს თქვენი ლოცვა. ახლა მე მინდა ქალბატონო ლიანა რამდენიმე ასეთი შეკითხვა, რომელიც გარკვეული ეთიკური თუ ესთეტიკური სფეროდან მოდის. მე წეგნაღლის და მინდა ხაზი გაუსვა ახლაც, რომ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდებთან, მხედველობაში მაქვს არ მხოლოდ სასკოლო პედაგოგები, არამედ სხვა დარგის მუსიკის და ასე შემდეგ. გარკვეულად ესე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის გარეგნობას და მის მეტყველების კულტურას. მე ასე მგონია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? აი, პედაგოგის გარეგნობა, მისი მეტყველების კულტურა, დამოკიდებულება ბავშვებთან, მისი ესთეტიკური მხარე, აი როგორ წამიგენია და როგორი იცით ბატონო ვასო, მე ასე მიმაჩნია, რომ პედაგოგი არის ყველაზე ინტელექტუალური, რაფინირებული ინტელიგენციის ფენა. ამიტომ ის უნდა იყოს ყველა საკითხში მისაბაძი ეტალონი და განსაკუთრებით მას უხდება ყველაზე სათუთ ორგანიზმთან, ბავშვებთან ურთიერთობა და უნდა პირადი მაგალითით იყოს ყველაფრის ამის მიღწევით. იცით ჩვენ რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს განსხვავებული ფრაზებით. ბავშვი როცა შენს სულში, შენს გარეგნობაში, შინაგანი და გარეგანი კულტურის ელემენტების ერთობლიობაში სხვა რამეს ხედავს, ის ამას უფრო ითვისებს, ვიდრე იმ ზედაპირულ ფრაზებს, რომელსაც პედაგოგი მასთან იყენებს. იცით, აი მე მაგონდება დიდი პედაგოგ განმანათლებლის უშინსკის სიტყვები, რომელიც ბრძანებდა, რომ ჩვენ ყავდა გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც რუქას ყოველთვის ისე წერად კიდევდა დაფაზე, რომ თავიდან ჩვენ ეს ყველას გვეუხეშებოდა, მაგრამ მასწავლებას შენიშვნას ვერ ვაძლევდით. და მე რომ გავიდა წლები, ხაზვაში ყველა სამები გვეწერა, რამეთუ სწორი ხაზის გავლება უკვე აღარავის შეგვეძლო. ისე აღვიქვით ჩვენ ნებით უნებლიეთ ეს პროცესი. ასე რომ მასწავლებელი თავისი გარეგნობით, თავისი ჩაცმის კულტურით, მეტყველების კულტურით, თავისი ტაქტით, დამოკიდებულებით, ყველაფრით ამით არის ბავშვისთვის ყველაზე საუკეთესო ფიგურა და მისაბაძი მაგალითი. ამიტომ მე მიმაჩნია და არა მარტო მე მგონი ყველა პედაგოგი დამეთანხმება ამაში და დიდი პედაგოგ განმანათლებლებით, რომ ყველაზე საუკეთესო თვალსაჩინოება გაკვეთილზე თვითონ მასწავლებელია, მისი ცოცხალი ფიგურაა. რადგანაც აი ყოველწუთს ბავშვს უხდება მასთან ურთიერთობა და კიდევ ვიმეორებ, მასწავლებელს თუ არ აქვს მოწესრიგებული თავისი გარეგნული სახე, თუ არ აქვს
აქვს თავისი ჩაცმის კულტურა, თავისი შერჩეული დასაკვირველია, რომელიც მის გარეგნობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს, რომ ის არის პედაგოგი, ნამდვილად თავის მიზანს ვერ მიაღწევს, როგორი განათლებულიც არ უნდა იყოს. შეიძლება საგანი იცოდეს იმან წინვალეთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტას ნიშნავს, თუ ზოგადი განათლება არ აქვს მასწავლებლს და ზოგად განათლებაში თავისთავად იგულისხმება ის, რომ მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფორმა თავისი, უნდა ყოველთვის ელეგანტურად წარსკეს ბავშვის წინაშე. იცით, ეხლა შეიძლება ვინმე შემედაოს, რომ როცა მასწავლებელს დიდი ოჯახი აქვს და მას ბევრი ფიზიკური შრომის გადატანა უხდება გონებრივთან ერთად, ყოველთვის შეიძლება არ იყოს წესრიგში, მაგრამ მე ყოველას დავეწინააღმდეგები, იმიტომ რომ პირადად მე საკმაოდ დიდი ოჯახის პატრონი გახლავართ ბატონო ვასო და ყოველთვის ვახერხებდი იმას თუდად არ გამიგოთ, რომ არასოდეს ბავშვებთან არ წამდგარ ისე, რომ ბავშვისთვის რაღაცა მიმეცეს ისეთი სასაუბრო თემა, თქვენ იცით ბავშვები როგორ ადვილად ხედავენ ჩვენში მანკიერ მხარეებსაც, ღირსებებსაც და ჩვენ არასოდეს არ უნდა მივცეთ იმის საფუძველი, რომ ბავშვებმა ჩვენ გავკილონ და რაღაცა ისეთი დაინახონ ჩვენში, რომ მათთვის ეს სასაცილო იყოს. ამიტომ მე ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებს, რომ ყოველთვის იყოვნონ დრო საკუთარი თავის ზრუნველობისთვის, ყოველთვის გაცილებით ცოტა იძინონ, გამოძებრონ ამისი დრო, რომ თავის გარეგნობაზე ისწავლონ და შეირჩიონ დასაკვირველია ისეთი ფორმა, ისეთი ჩაცმულობა, რომლითაც უფრო ხაზგასმული იქნება მათი პედაგოგობა და უფრო მოსწავლის თვალში ამაღლებული იქნება თავისი გარეგნული ფორმით. ქალბატონ პედაგოგებზე, რა თქმა უნდა, მე მაინც მხედველობაში მქონდა მისი გარეგნობა რა, თქვათ მისი ესეთი ჩაცმულობის ხარისხი და რომ კიდევ ესე მიიღების დროსაც თქვათ, როგორც თეატრალურ ინსტიტუტში მიიღება ხდება გარეგნული ანალიზი ყურადღება ექცევა. აქაც უნდა მიექცეს ნაწილების კულტურას, იგი დამოკიდებულებას. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა გკითხოთ მამაკაცების შესახებ. აი უბრალოდ ახლა მამაკაცების რაღაცნაირი ის ხდება, იცით, აი ნებავდეს ემანსიპაცია და არ ვიტყვი, რაც ქვია იმას, რომ ისეთი მამაკაცები აღარ ჩანან, როგორც ქართველ ქალებს მოწონა და წარმოედგინა. და თქვენას ვფიქრობთ ამაზე. დღევანდელი მამაკაცებისა რა არ მოგწონთ ეს მინდა იცით ბატონო ვასო, სხვათა შორის ტრადიციულად მოდის ის, რომ ქართველი ქალები ყოველთვის უთანაბრდებოდნენ მამაკაცებს და ცოტა საწყენად არ გამოვიდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტი ვაჟკაცური თვისებები ქალებს უფრო ჰქონდათ ხოლმე ვიდრე მამაკაცებს. ეს განსაკუთრებით უკანასკნელმა ხანებას დაამტკიცა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოველგვარი პროგრესული იდეის წამომწყები დასაკვირველია საუკეთესოს ვამბობ, ხშირად ქალბატონები გვევლინებიან და ეს რასაკვირველია მე მგონი იმის ბრალია, რომ ხდება რაღაცა შესუსტება, დაკნინება ზოგიერთი მხარის მამაკაცებში. მე ჩემი აზრი თუ გნებავთ გეტყვით, ახლა ჩვენთან პროვინციებში უფრო არ იგრძნობა ეს, იცით, მაინც ყველაფერი ორიგინალური და ტრადიციული პროვინციებში შემონახულია, მაგრამ აი დიდ ქალაქებში რომ შევდივართ, უკვე რაღაცა ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე, აი ეს რაღაცა გადაჭარბებული მოდის აყოლა. ის რაც უკვე თითქოს მამაკაცსა და ქალს ერთმანეთსაგან აღარ ასხვავებს. ის გადაჭარბებული მანერები, იცით, აი ყოველწუთიერად მამაკაცების ერთმანეთთან შეხვედრა და ეს გადაკოცნით მოკითხვა, აი ეს მამაკაცების გადაჭარბებული, რა ვიცი, აი როგორ არ ვთქვა, ეს რბილი ტონით საუბარი, ეს ზედმეტი გადაჭარბებული მოკრძალება, იცით, მამაკაც რაც რაინდულ თვისებას უკარგავს, ესეთი მას არც გარეგნული ჩაცმულობა უხდება, არც გადაჭარბებული ისეთი თვისებების გამოვლენა, მანერების გამოვლენა, რაც ზოგჯერ ქალთან აიგივებს და რა ვიცი, მე ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ ქართულ მამაკაცს ყოველთვის ჰქონდა რაღაც ის დიდი ხიბლი, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, რომელ მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წასულიყო ქართველი მამაკაცები, აი თავიანთი გარეგნობით, ავიღოთ ჩვენი ქართული ტემპერამენტიანი ცეკვები არა, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ცეკვები, ამან საქართველოს მსოფლიოში გაუტანა სახელი და აი განსაკუთრებით იმ მამაკაცების ცეცხლოვარმა ცეკვებმა და აი იქ იგრძნობოდა ჩვენი ქართული ტემპერამენტი, რაღაცა რაინდული თვისებები და მე ძალიან დიდი სურვილი მექნება თუ ჩვენ კაცებს არასოდეს არ იქნება მოდის აყოლა ისე გადაჭარბებულად, რომ რაღაცა ქართული დავკარგოთ, ორიგინალური დავკარგოთ და აი გაცილებით უკეთესი იქნებიან თუ ის რაინდული თვისებები, ის რაც მამაკაცური ეს შემოინახება მათში და მეტისმეტად არ იქნება ქალებთან გაიგივებული. აი ეს ჩემი აზრი გახლავარდნოს. რა საჩუქარი გაგახარებდათ ქალბატონები? ალბათ საჩუქარი ყურადღება ყველაზე დიდი საჩუქარია ადამიანისთვის ბატონო.
ნამდვილად მესიამონათქენი მობრძანება, ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი საჩუქარია, მაგრამ თუ ჩვენ საერთოდ ვილაპარაკებთ, ალბათ დღეს მაქსიმის საშუალება, რომ მე ჩემი აზრი გამოვხატო, ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დღეს იქნება ის, რომ საქართველო მალე ვნახოთ გაერთიანებული, გამთლიანებული და ის დიდი პრობლემა, რაც გაგვაჩნია აფხაზეთის სამოჩავლო სახით, რომელიც თითქმის დაკარგულია, კვლავ ისევ შემოვიდეს საქართველოს ფარგლებში. ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ის, რომ ჩვენთვის, რომ აი ეს მშვიდობა არ გვიხდება სანატრელი, რაც წლების წინ ჰქონდა. დიდი საჩუქარი იქნება ის, რომ დემოგრაფიული საკითხი ჩვენთან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მე ვინატრევდი დღეს, რომ რაკება ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა პედაგოგებიც გვყავს ბატონო ვასო და დღეს ქალთა დღეც არის დედის დღეა. ვუსურვებდი, რომ აი ჩვენს პედაგოგებს, ყველა ქალებს, რომ გაემრავლებინოთ ქართველიერი. დღეს ისე როგორც არასდროს საქართველოს უჭირს დემოგრაფიული საკითხი და ეს არა მარტო ჩვენთვის, ალბათ ყველა ჩვენთაგან ის იქნება დიდი საჩუქარი. და ალბათ კიდევ ჩვენი პატარები, ბედნიერები დასწრილებენ, ჩვენი შვილიშვილები ბატონოს დღეს გყავს, მეც მყავს, ყველას, ვისაც არ ყავს კიდევ ღმერთმა არ ცნობინოს. ეს არის უდიდესი სიხარული, რადგანაც ისინი ჩვენი გენეტიკური კოდია, ჩვენი სისხლის წევილია, ისინი ჩვენი ცხოვრების გაგრძელებლები არიან და აი მათ რო უყურებთ, გეჩვენება, რომ სიკვდილიც უკვე ადვილია, იმიტომ რომ კი აღარ ვხვდებით, გარდავიცვლებით და მე თუ ისინი ჩვენ გზას გააგრძელებენ და აი ეს არის ჩვენი საჩუქარი, მომრავლდნენ ჩვენი პატარები და ბედნიერები იყვნენ. ამასთან მე დავამატებდი და მინდა რომ ერთი სიურპრიზი შემოგთავაზო თქვენს და ქართველ ქალებსაც. ასეთი მსახიობი არის ვაჟა ნიკოლაიშვილი მესხეთის თეატრისა და მესხილე წარმოშობის შემოქმედის სტრიქონებზე შექმნა სიმღერა. ბატონო ვაჟამ ასე დამაბარა, ეს სიმღერა მოასმენინეთ მე უძული ყველა ქალს, ვისაც სიყვარული შეუძლია, შეეძლო ყოველ შემთხვევაში ან დღეს უყვარს. ისე რომ თქვა შეუძლია, იმას ნუ ასმენინებთ. ამ სიმღერას ეხლა მოგასმენინებთ თქვენს და ჩვენს ქალბატონ ტელემაყურებლებსაც. ეს მისი საჩუქარი არის ქართველი ქალებისა. დიდი მადლობა. ვარდობთ ყველაფერი შეხვედრას. დიდი მადლობა.